მოლდოვაში ასე ვთქვათ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როდესაც მოვიდა სანდოს ხელისუფლება, იყო უმძიმესი მდგომარეობა, ეს იყო ქვეყანა, რომელიც იყო ერთ-ერთი მაჩანჩალა ამ ასოცირებული ტრიოსი, მაგრამ ბოლო წლებში მათ შეძლეს გარკვეული რეფორმები ჩატარება, თუმცა არ შეიძლება თქვა, რომ ვთქვათ ეს რეფორმები და მე მგონი ეს ევროკავშირს ესმიან ესმით ძალიან კარგად რომ შეიძლება არ იყოს საკმარისი, მაგრამ ყველაზე მთავარი არის რომ არის მზაობა, ანუ პოლიტიკური ნება არსებობს მოლდოვაში, განსხვავებით თქვათ სხვა სახელმწიფოებისგან, რომ მათ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელიც მათ აიღეს ევროკავშირის წინაშე. და ეს და პლუს ის რომ თვითონ ასე ვთქვათ მოლდოვის ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს უკრაინას, რაც მორალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ მან მიიღოს ასე ვთქვათ ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირისგან და ასევე ცდილობს გარკვეულწილად გამოიყენოს ეს მომენტუმი, რომელიც დღეს არსებობს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ არის ასე ვთქვათ მხარდაჭერა გაფართოებისადმი უკრაინის ვთქვათ სიტუაციიდან გამომდინარე და მოლდოვა ცდილობს რომ სანამ ეს საზოგადოებრივი აზრის შეიცვლება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, მანამდე ასე ვთქვათ გამოიყენოს შესაძლებლობა და პრინციპში მას აქვს საკმაოდ დიდი შანსი, თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული იქნება აი მოახლოებულ არჩევნებზე თუ რა შედეგი დამთავრდება ეს, იმიტომ რომ განსხვავებით თქვათ სხვა სახელმწიფოებისგან მოლდოვაში არის ერთ სერიოზული პრობლემა, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი და მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, ასე ვთქვათ, აქვს ვთქვათ პრორუსული განწყობები და სწორედ ამიტომაც ეხმარება ევროკავშირი ძალიან ასე ვთქვათ დიდი თანხებით, რომ რაღაცნაირად შედეგი დადოს სანდოს მთავრობამ, რომ ეს შედეგი ნახოს საზოგადოებამ, რომ შემდგომ არჩევნებში კვლავ გაგრძელოს, კვლავ შეძლოს მოლდოვამ ევროკავშირისკენ სვლა.